მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით, ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს პარასკევია, ჩვენთან ერთად არის თანაძამყვანი გახაზ ზურაბიშვილი, რომელსაც მივესალმებით, გამარჯობა დავით. მესამები მაყურებლებს და მსმენელებს. ამ კვირას, ასე ვთქვათ, ვასრულებთ მნიშვნელოვანი სიახლით ქართულმა ოცნებამ დაგვიანონსა, რომ ფაქტობრივად აპირებს ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. გუშინ გამოვიდა მდინარაძე, ვინც არ უსმინეთ, უსმინა არ უყურა მათ გასულანად ვიტყვი და გამოაცხადა, რომ ისინი მიმართავენ, როდესაც დასრულდება საკომისიო კომისია, საგამოძიებო, მიმართავენ ამ დასმის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მათი სატელიტები, ეს მნიშვნელოვანია, გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად და აიკრძალოს ოფიციალურად ეს პარტია და მათი სატელიტები. აი, ყველა მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მათი სატელიტები, ანუ მათი სატელიტები ვინ იქნებიან, ვისაც ოცნება ჩათვლის, რომ სატელიტი, მერე კითხეს დაუკონკრეტდეს, მამუკა მდინარაძე, ჟურნალისტება, ვის გულისხმობდა და ძირითადად გვყავს 4 პარტია უპასუხა, რომელიც საერთო მესეჯ ბოქსის ზის, დიდი ფულით დაფინანსებული აგენტები იკავებენ ოპოზიციის ნიშანს, როდესაც კონსტიტუციაში მათი აკრძალვის, რაც მათი აკრძალვის საფუძველია კონსტიტუციაში. ანუ ყველა არის აგენტები, ანუ ოცნება ვისაც გადაწყვეტს ვარ ნაცების სატელიტი, ანუ ყველას რა, მათ შორის გახარიასაც პირდაპირ თქვა ეს მდინარაძე პრესკონფერენციაზე, ლელოსაც გახარიასაც ყველას გამოაცხადებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობა და აკრძალავენ. ეხლა ერთი შეხედვით, ეხლა ჩვენ სულ ვამბობთ, რომ აი ამის იქეთ კიდევ რასიზამენ და ნუ აი ახლა მივედით აქამდე, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს ახლა გაყალბებით თუ ისე თუ ასე თუ რა რითიც მაინც იგებს ხო ახერხებს, მაგრამ ახლა საერთოდ აპირებს რომ აკრძალოს ეს პარტიები და მდინარაძემ თქვა ასეთი რამ, რომ ეხლა ეს ოპოზიციური პარტიების ხედავენ და ჭობენო, რომ ადგილობრივ არჩევნებში მოაწევა მივიღოთ თუ არ მივიღოთო და განა ვერ მიიღებთ, არ მიიღებთო, ვერ მიიღებთ არჩევნებში მოაწევას და არჩევნებამდე აკრძალავთ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ხა რაში დაჭირდა ასე სასწრაფოდ მდინარაძეს ამის ესე წინასწარ დაანონსება, რატო არ დაელოდეს მაგალითად საგამოძიებო კომისიის დასრულებას და ასე შემდეგ. ნუ ბევრმა გამოთქვა ეს ასიდან მეც ვეთანხმები, რომ ეს არის ბიძინას პასუხი სენატში მეგობარი აქტის გასვლას. ჩემი აზრით ეს არის პირდაპირ პასუხი ბიძინა ივანიშვილი ბევრჯერ გვაჩვენა, რომ ასეთი პასუხების ჩვევია, რომ დასავლეთი თუ რამეს იღებს მის წინააღმდეგ, ანუ ესე მომაწვევით მე უფრო არ ეს ვიზა. ანუ არ გეგონოთ რომ თქვენ მოწოლით მე რაღაც უკან დავიხეთ. და ანუ მესეჯი გაგვიყვანოს. შეიძლება ბოლომდე არც გაიტანოს ეს ამბავი, სადღაც შუაში გააჩერონ, ეს იქნება იმაზე დამოკიდებული, დასავლეთი ისე მიაწვება თუ არა. ანუ ეს ეხა მთელი ამბავი რომ შევკრათ, რა მოხდა? ხო, ელჩი, ჩვენ ახალი ადმინისტრაციისგან ქართული ოცნება ელოდებოდა რა პოლიტიკა იქნებოდა. თავიდან დიდი იმედებს ამყარებდა, რომ აი 20 იანვრის მერე ყველაფერი შეიცვლება, მერე მიხვდა, რომ შეიძლება ასე არ იყოს და დაიწყეს ესეთი შუალედური განცხადებების კეთება, რომ იცი რა, თუ deep state დაამარცხებს, მაშინ შეიცვლება და თუ ვერ დაამარცხებს, ნუ ტრამპი და უკან დასახევი გზას იტოვებდნენ. ნუ მერე უკვე ჩვენ ნახეთ ამერიკის ელჩი საქართველოში დეგნანი ჩავიდა ამერიკაში, შეხვდა ის უშუალო უფროსს, სახელმწიფო მდივანს რუბიოს, იქ რაღაც კონსულტაციები მიიღო, გზავნილები ჩამოიტანა, შეხვდა აქ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც როგორც ჩანს ისეთი რაღაცები დააბარა, გადასცა გზავნილები, მან თქვა ელჩმა თავის განცხადის პირადად ჩვენ წავუდგინეთ პირობები, ანუ რაცა იქნებოდა საფუძველი ურთიერთობების გაჯასაღების. იმიტომ ქართულოსები ამბობდა, რომ მოდი ყოველგვარი პირობების გარეშე სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. როგორც ჩანს ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვისაც ეს მიუღებელი. ხო და რაღაც კონკრეტული პირობები ჩამოუყალიბეს და სხვათა შორის ამ შეხვედრის შემდეგ მეგობარი აქტის განხილვა გადაიდო დროში. ანუ სავარაუდოდ დრო მისცეს ქართულ ოცნებას, რომ ანუ რა პასუხს გავქცევ ამ პირობებში. ამათ ეთყობა პასუხი არ გასცეს და მეგობარი აქტი დაიძრა, ასე თქვა. ხო, ჯერ კომიტეტში გავიდა, მაგრამ სიგნალია. და ბიზინა მაჰა თქვენ დაძარით ჩვენ აგერ უარეს ვიზამთ. ხო, სხვადასხვის მე მინდა ვეთანხმები მეც იმას რომ პასუხია გარკვეულწილად, თუმცა ეს არნიშნავს რომ მას ასეთი გეგმა არ აქვს იდეაში, მაგრამ აი ახლა რომ დაიწყო, ეს სწორედაც რომ პასუხია გარკვეულწილად და დამოკიდებულია ყველაფერი იმაზე, რამდენად ამერიკის მხრიდან იქნება ასე ვთქვათ ანგარიშის გაწევა ბიძინა ივანიშვილის. ეხლა რა ხდება მე ჩემი მას შემოგთავაზებთ ასე ვთქვათ ამ ანალიზს და ამ სურათს ადრეც ლაპარაკობდი ამის თაობაზე. ბიძინა ივანიშვილის და ქართულ ოცნებას აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაციის პრობლემა.
ეს პრობლემა არის ყველა ვარიანტში პრობლემა ჩვენ რას როგორადაც არ უნდა მივიჩნევდეთ ბიზნაევანიშვილს მივიჩნევდეთ მხოლოდ ძალაუფლებაზე ორიენტირებულ ადამიანად მივიჩნევდეთ თუნდაც რუსეთის რაღაც იმათ ხელქვეითად ლამის ეხა თლად ისე რომ ოპერატიული მართვას აქვს ფსბ ახორციელებდეს თლად ეგრეც არ მგონია მაგრამ ნუ დაუშვათ ბიზნესი მიზანია რომ რაღაც რუსულ ევრაზიულ სივრცეში გადავიდეს და იმ გავლენის სფეროში იყოს დაუშვათ ესაა გინდა დავალებული ან შეიძლება დავალებული არა აქვს ამას მნიშვნელობა მას ყველა ვარიანტში ჭირდება საერთაშორისო ლეგიტიმაცია ანუ მას ჭირდება გარკვეულწილად ეკონომიკური და მინიმალური დიპლომატიური პოლიტიკური ურთიერთობები მაინც იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთანაც. მას არ ჭირდება და ეს პრობლემაა მისთვის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ის რუსეთისთვისაც სერიოზულად ფასს კარგავს, გარკვეულწილად და ჩინეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც, თურქეთისთვისაც და ბევრისთვისაც. ანუ ეხლა რო აგიძახის და ტრაბახობს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს ეკონომიკური ზრდა იმაზეა რომ ის ასე თუ ისე ამ სოფლიო ურთიერთობებში და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართულია. თუ ის არის ასე ვთქვათ, განკიცხული და განდევნილი და ასე ვთქვათ, ამ საერთაშორისო დონის ის თუ სანქცირებულია, მასთან ასე მარტივად აღარ დაიჭერენ მერე საქმეს. ამიტომ მისთვის სანქციები ძალიან დიდი საფრთხეა. დავანებოთ იმას და ეკონომიკასაც ეს სერიოზულად ემუქრება. ამიტომ მას ჰაერივით ჭირდება, ეს არ არის უბრალო ამბავი. ჰაერივით ჭირდება ჯერ ტრამპისგან მისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. ვიდრე ევროპის ქვეყნები, ევროპის ქვეყნებს ის უბრალოდ უყურებს, აი განსაკუთრებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან რაღაცა დონის ლეგიტიმაცია. მინიმუმ კი არა, მაქსიმუმ თავი მაინც რომ დაანებონ. ანუ არაფერი არ მოთხოვა. და უბრალოდ იყავი შენთვის და მოდი ჩვენ ვივაჭრეთ. ახლა აქ პრობლემა რაშია? აქ პრობლემა არის ის ბედის ირონია, გარკვეულწილად ეს ბიზნაევანიშვილისთვის, რომ ტრამპი არის დაახლოებით ისეთივე ტიპი, როგორც თვითონ. ბიზნაევანიშვილი, ანუ ორივე პოლიტიკას უყურებს დაახლოებით როგორც კორპორატიულ ბიზნესის, თუნდაც მოდი ასე ჟარგონით ვთქვა, ძელეცური პოზიციიდან. ანუ ტრამპიც როგორ არის, ხო ჩვენ უყურებთ ამ კაცს, ხო? როცა ვიღაცას რაღაცაზე ელაპარაკება, მერე მეაქედან რა ხეირი. ანუ მერე ამერიკას რა ხეირი. დილ გაიძახის, ანუ გარიგება, წინა დღეს თქვა სხვათა შორის პირდაპირ, აი მეც პუტინზე კითხეს, რომ რაღაც აჭიანურებსო და კიო მეცო, როდესაც ბევრ ამის კომერციულ მოლაპარაკებებში ვიყავი ჩართულიო, რაღაცა რო არ მაწყობიაო, რაღაც ვცდილობდიო დრო მომეგაო და კი ესე იქცებაო პუტინიცო. არა ესმის. პუტინიცო და სხვანაირი ტიპია, პუტინი შეიძლება კარგად არისმის ამას კიდე. მაგრამ ბიზნესი ზუსტად ასე ტიპი ისიც ბიზნესმენია. ამიტომ ერთნაირი მიდგომა აქვს. მე აქედან რა? აი აქ არის პრობლემა ბიზნაევანიშვილისთვის. აი ტრამპი რო ეკითხება, რომ კი ბატონო, თავი დაგანებე დაუშვათ. აი ესაც ხო წინა ადმინისტრაციებმა მილიარდები ხარჯა დაუშვათ, დავიკიდე ესეც. აი ყველაფერი დავიკიდე და შენ კაი. ვიდი და აკეთე რა ხეირი მიაკედა. მიაკედა რას მივიღე. და პრობლემები რო შეუძლია ტრამპს შეუქმნას ბიზნაევანიშვილს ეს ბიზნესმა ძალიან კარგად იცის. აი აქ პრობლემა ბიზნაევანიშვილს მას არაფერი შესაძლებელი არ აქვს. პრაქტიკულად არაფერი არ აქვს. ესეთოს ვფიქრობ რომ ტრამპამდე არც მივიდა ეს საკითხი, როგორც ჩანს რუბიო და სენატორები და კონგრესის და ამ დონეზე წყდება. ტრამპს რა ბოლო ხო ეტყვია საქმის ხუჭი ჩაანებენ ის ციტყვის მიდიოდა მორჩარა. შეიძლება 5 წუთში გადაწყვიტო რიგ ამბავი. მაგრამ აქ თელი იმაშია რომ რა უნდა შესთავაზოს. არაფერი არ აქვს. ვერაფერს ვერ თავაზობს. აი ეს არის თავარი პრობლემა. ამიტომ ბიზნაევანიშვილი ამ ვითარებაში, როცა ის ვერაფერს ვერ თავაზობს, ერთადერთი ვარიანტი მას რჩება, ერთადერთი ვარიანტი, რომ ამერიკა მის აღიაროს როგორც ასე ვთქვათ, სუბიექტი და ლეგიტიმური ხელისუფალი, რომ შექმნას ვითარება, როდესაც ის არის ერთადერთი ბატონ პატრონი აქაურობის. ანუ მხოლოდ ის არის. არ არსებობს მისი პოლიტიკური ალტერნატივა, ყველაფერს აკონტროლებს, ყველაფერი მის ხელშია. ამიტომაც ეს დიქტატურისკენ სულა ამისი და ეს ყველაფრის თავის თავზე აღება, ყველაფრის თავის ხელში აღება. ეს არის მისთვის სწორედაც გადარჩენის მომენტი, იმიტომ რომ ის ასე ხედავს, როცა დაინახავს ამერიკას, ევროპას, დასავლეთიც, რომ აქ მარტო მე ვარ სხვას ვისელაპარაკონ, იძულებული იქნებიან მელაპარაკონ და მე შეიძლება მოუშვა სადღაც ერთი ჩანჩიკი, ან არ მოუშვა. გაჩნია როგორც ჩავთვლი საჭიროდ. რამდენად ეს ჩემთვის იქნება საფრთხე. აი ეს არის. ეს ვითარება ამ ვითარებაში არის ესეც ვიღებული. მეგობარი აქტი მისთვის რა თქმა უნდა საფრთხეა. მაგრამ ნუ მასალა დარჩენია, თუ მაწვევიან მეც რა, ის მოიქცევა ამ შემთხვევაში როგორც
უკაცრავად ბიძინა ივანიშვილის მომხრეებისთვის, ასეთ შედარებისთვის კუთხეში მიმწოდებული ვირთხა. როდესაც ვირთხას მიიწვდა კუთხეში, ასე იცის საერთოდ ვირთხა იგი შიშარა ცხოველია. მას შეიძლება ძალიან ეშინოდეს ყველას, მაგრამ თუ კუთხეში მიიწვდე, ის აუცილებლად თავს დაგესხმება. თავისზე დიდსაც. თუ სხვა გზა აღარ რჩება, ეს ადამიანური ინსტინქტია, სხვადასხვა ეს ვირთხის ინსტინქტი ყველა ადამიანს აქვს, როცა არანაირი გზა არ აქვს და ყველანაირად ჩაკჭეხეს, აქედან ჩაჭეხილი ხარ, იქიდან და ან სიკვდილი ან დამარცხება, უჩვენია სიკვდილი ბევრს. წავა მაშინ. აი ეს არის სიტუაცია და აქ ჩემი აზრით ჩვენი პრობლემა მთავარი ქვეყნის არის არა ის რომ ბიზინა ამას აპირებს, ბიზინა ამას დააპირებს, იმიტომ მას სხვა გზა გარკვეულწილად არ აქვს. არამედ ის როგორ იქცევა ალტერნატივა არ ჩანს პოლიტიკური ალტერნატივა რომ იყოს არსებობდეს აი თუ ბიზინა არა მაშინ ვინ აი ეს პასუხი რომ იყოს კაფიო მე დარწმუნებული ვარ იგივე ამერიკის პოლიტიკას იქნება უფრო გაცილებით უფრო დიდი ზეწოლა და ასე დროს და სხვადასხვა ეს მე ესეც მიმაჩნია მე ამიტომ არა ვარ ამ ჩაჭეხვების და კუთხეში მიმწოდების მომხრე არასდროს იმიტომ რომ ყოველთვის უნდა დაუტოვო რაღაც გამოსავალი რომ გაგეცალოს ის ადამიანი და ხელისუფლების ცვლა ასე თუ ისე მოხდეს შვიდობიანად. შენ თუ ხა ისეთ სიტუაციაში ჩააგდე რომ შენ დიდას გიტირებ და მოკლავდა და გახჭობთ. და ამას გიზამ და იმას გიზამ და ეხლა პრინციპში ოპოზიციის მოთხოვნა დაუშვათ რა არის ჯერ დაგუნებდეს ბიზინა და მე ჩაატაროს არჩევნები. ეხლა ის თუ დანებდა ამას ცილად წერდი კაცო მე თვითონ უციალურ ქსელში თუ ცესკო გამოცვალა ხო ვითხოვთ არა რიგარიში არჩევნებს ბიზინასკენ ეუბნები რომ ჯერ ცესკო გამოცვალეო მე სასამართლო თავის იყოს თავისუფალიო მე კიდე რაღაცა ის არ გააკეთო არ მოისყიდო ზეწოლა არ განახორციელო წესიერი არჩევნები თუ ჩაატარა წესიერი სასამართლო თუ ეკნა ამას სხვა რა უნდა ქნა რა უნდა მოითხოვოს სხვა მაშინ იყოს ეს ბიზნესი რას მიშლის მაშინ თუ ყველაფერს წესიერს აკეთებს და სწორს აკეთებს ხო მაგრამ მაშინ სხვანაირად როგორ უნდა მოიგოს ხა არჩევნებში ოპოზიცია მაგრამ ეს ამ ყველაფერმა ხო აზრი დაკარგა არა აფრიზა და უკარგავს ჯერ აზრი ჩემი აზრით მაგრამ ოფიციალურად ამბობს მართველი პარტია რომ აკრძალავ ყველა ეს ანიშნავს რომ ასე იქნება მან კი თქვა თუ ეს ასე იქნება რა თქმა უნდა ასე დაკარგავს ხა მაგაზე ორი აზრი არ არის ამიტომ ჩვენი ამოცანა რა უნდა იყოს აზრი დაკარგოს ყველაფერმა და ოპოზიციის ვამბობდა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების და გაშიშულდეს და მეტი რა უნდა გაშიშულდეს არ ვიცი ხა სტრიპტის თუ იცეკვებს თორე მეტი რა გაშიშულ ყველა მხედავთ რა პოლიტიკასაც ატარებს არა თუ მას რაღაცა შევინარჩუნოთ, შევაჩეროთ, დავამუხრუჭოთ აი ეს ავტორიტარიზმისკენ ეს თავისუფლა ზოგს არ ჯერა რომ ეს საერთოდ შესაძლებელია მე მგონია რომ ტემპის შენელება ან დაჩქარება შესაძლებელია და შენელებულ ტემპში მეტი შანსია იგივე ამერიკის მეტი შანსია იმისი რომ აქ გაჩნდეს ალტერნატივა აბსოლუტური დიქტატურის პირობებში აქ არ გახანს ალტერნატივა არ გაჩნდება ხა არსებული პოლიტიკური სპექტრი რომ არ ვართ არავინ ხო ამ სპექტრით მაყოფილი ახლა მაინც და მაინც მაგრამ ნუ ახლა მაინც და მაინც რო თქვა რომ ამ წინააღმდეგობამ და ამ მოძრაობამ გამოკვეთა არ გამოკვეთა ახალი ლიდერები ხო და ესე რას გვეუბნებიან იცით გუშინ რა თქვა დინარაძემ და სავარაუდოდ ეს არის ახლა ბიზნეს იდეაც რომ ახალი პარტიები ვერ ჩდება იმიტომ რომ ამათ აქვთ ეს ველი დაკავებული და აუკრძალავ ამ ნაცებს და ის პარტიებს რომელიც მე ნერვებს მიშლის რომელიც აგენტები არიან ასე შემდეგ ყველანი ნაცები არიან გახარიასაც კი მათ შორის და რომ მოსუფთავებდა ველი ხო გაგიგე ახლა ანდაზა წმინდა ადგილი თავისუფალი არ არსებობს მე რაღაც ახალი პარტიები წარმოიზრდება მაგრამ მაგაზე ოცნებობს ახლა ბიზნესი ივანიშვილი რომ ან უბრალოდ იმედი აქვს რომ რაღაც მისი ეს დანიშნული სატელიტები ხალხის ზალა ნეიტრალური საქართველოს რაღაცები და ეგ ოპოზიციის ადგილი თუ რაც არ ვიცი ხა ამის იმედი რატო აქვს იმიტომ რომ ის ხალხი ვინც არის განწყობილი ხა იმის საიმისოთ რომ ამ ხელისუფლების კურსი არ მოწონს იმას ხა არც ხალხის ზალა მოეწონება ნეიტრალური საქართველოს და არც ერთი ეს პარტია არც გირჩი მათ შორის იაგოს გირჩი ბიზნესმენი ეს ხაც ბიზნესში ოპოზიცია შეიძლება არსებობდეს მე რაღაც ბიზნესმენები არის იქ მე ვარ ყველაფერი არა ანუ რა გამოდის რომ ხა დადგება და ლუკაშენკოსავით მე იტყვის რომ კი ოფიციალურად დიქტატურა გვაქვს აქამდე მივა ნუ რატო არ მივა თუ დაჭირდა თუ სხვანაირად ვინარჩუნებს ძალაუფლებას და თუ ესაა აუცილებელი პირობა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდის მაგამდე კი უბრალოდ გაცილებით უფრო დამოკიდებულია ბიზინა ივანიშვილი გარე ფაქტორზე ვიდრე თქვათ ბელარუსი საქართველოს ამ ხრივ უფრო სუსტია და მოწყვლადია მაგრამ გარე ფაქტორი არის ჩვენ სასარგებლოდ ჯერას თუ აქ პოლიტიკური ბელარუსი იმიტომ არ არის გარე ფაქტორზე დამოკიდებული რომ რუსეთთან არის პირდაპირ ასე ვთქვათ მიბმული და მთელი ეს ყველაფერი რაც აკლია ვთქვათ სავაჭრო რაღაცა შემოდინებები ისინი რუსეთი უნაზღაურებს მაშინ გამოდის რომ ბიზნესმენშვილს უნდა მიებას უკვე ღიად რუსეთს ხო მაგრამ ბიზნესმენშვილისთვის რუსეთი და რატო არ წავა ამაზე რომ
რატო არ წავა ამაზე თუ სხვა გზას არ ვტოვებ ანუ მას თუ ეკნა ეს განცდა რომ სხვა გზა არ აქვს ის ამაზეც სამსვლელიც იქნება უბრალოდ მანამდე რაღაცა ჯერ ოპოზიცია უნდა მოისურვოს არასამთავრობო სექტორი მე სხვებსაც მიხედავს მაგრამ მისი თუ რაღაცა დემოკრატიის ელემენტები მაინც შეება ის იზოლებული იქნება რაღაცა მანევრები ყოველთვის აკეთოს. ამიტომ მე არ ვხედავ იმ ჩვენ ინტერესს, მაგალითად საზოგადოების ინტერესს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივჭიხოთ კუთხეში, მივამწყდიოთ ჭიხში, აიძულოთ, რომ იქნებ ჩამოიშალოს ამ იმედით, არ ჩამოიშლება ასე მარტივად. სანამ ის ეყრდნობამ საჯო ხედავთ რა, რამდენი ხანია? 100 დღეზე მეტია პროტესტი მიდის. ამ პროტესტამ დიდი საქმე გააკეთა ის, რომ არ არის დღემდე ლეგიტიმაცია ხელისუფლების დასავლეთში და ის რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ წარმოაჩინა თავი როგორც ერთადერთი და განუმეორებელი მაკონტროლებელი აქარის სიტუაციის და სტაბილურობის გარანტი. ამაში ამ აქციის დამსახურება დიდია. მე მართალი გითხრათ ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს ვინც ყოველ დღე დადის და ამას აკეთებს ამ არ არის ადვილის საქმე, მაგრამ ფაქტია, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ აქციებმა ვერ შვა ახალი პოლიტიკური ალტერნატივა. ვერ წარმოქმნა ახალი ლიდერები, წარმოქმნა სიმბოლოები, წარმოქმნა გმირები თუნდაც, ანუ არის მსხვერპლი, არიან ადამიანები, რომლებიც ციხეში ძიან აბსოლუტურად უსამართლოდ და სინდისის პატიმრები და კი სიმბოლური ფიგურები, რომელიც ალბათ ისტორიაში შევლენ. მე ეს მოვლენები აუცილებლად შევა ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ რეალური რაღაცა ძალა, რომელიც ჩაანაცვლებდა ან შეიწოვდა, ან გაიერთიანებდა თავის თავში არსებულ ოპოზიციურ განწყობებს და დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას, აი ეს ვერ შეიქმნა, ეს ფაქტი გვაქვს. ამიტომ ეხლა ეს პრობლემა გვიდგას, როგორმე უნდა შეიქმნას რაღაც ძალა, რომელიც ამას დაუპირისპირდება. თუ ასეთი ძალა იქნება და რაღაცა პლატფორმის გარშემო და რაღაც სიტუაცია თუ პიროვნულად ვერ ვაკეთებთ და თუ ორგანიზაციის სიტუაციამ შეიძლება მოიტანოს რაღაცა კონსოლიდაცია, ეს არის პირველ რიგში გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში ინტერესი ევროპიდანაც, ამერიკიდანაც იქნება მეტი. იმიტომ რომ უნდა ჩანდეს რეალური ალტერნატივა ხელისუფლებას. მაგრამ მოდი აი განვიხილოთ ეს სცენარი, ხავერე ჩვენ სტუმართაერთაც განვიხილავთ ლაშა ტუღუშოვიჩი შემოვა და ნუ საგამოძიებო კომისიაზეც ვთქვათ, მე 1-2 სიტყვა. აი ეს სცენარი განვიხილოთ, რომ ვთქვათ, ასე ამერიკამ უკან არ დაიხია, მაინც მიიღეს ეს მეგობარი აქტი, სანქციების შენარჩუნდა და ასე შემდეგ შეიძლება დაემატოს. ევროპას ისედაც აქვს კაცრი პოზიცია და ივანიშვილმა მართლა შეასრულა ეს პირობა და აკრძალა ეს 4-ვე პარტია. აი მე რა ხდება? აკრძალა, თან რა თქვენს, იცი რომ ამ პარტიებსაც აკრძალავთო და მათ მემკვიდრე პარტიებსაც, ამ ჯერ არ არსებულ პარტიებს. ანუ ახლა ხო ხა რომ აკრძალა ნაციონალურ მოძრაობას, წავა ეს ახლა ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები და რაღაც ახალ პარტიას დააფუძნებენ და ეს რო არ მოხდესო, იმათაც აკრძალავთო. ანუ იქ ჩაიწერება რომ აი ეს ადამიანები, ვინც დღეს არიან ნაციონალურ მოძრაობაში, თუ ახალ პარტიას დააფუძნებენ, ან გახარიას, ან სხვები, მათ ის პარტიაც აიგრძალება. არა, ავტომატურად. იქაც წერია, რომ ნებისმიერი პარტია, რომელშიც ან პერსონალური შემადგენლობა აქვს იგივე, რაც მოძრაობას ჰქონდაო, ან მიზნები აქვს იგივეო, ან სტილი აქვს. მიზნები რასნიშნავს? ხო და აი მაგალითად რაც მოქმედებს. ან სტილი აქვს მოქმედებს. ან რაღაცა ისე მოქმედებს, როგორც ისინიო, მოკლედ ყველას აქვს. აქვე ძალიან მაინტერესებს. ვინც მოგვიხასიათება აღზალავთო რა. მათ კი ყავთ ახლა ეს ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლო ხელში ასე, იმიტომ რომ 9 კაციდან 7 მათია ფაქტობრივად 2 უწევს მარტო წინააღმდეგობას. მაგრამ ამ საკონსტიტუციო მოსამართლეები მეტნაკლებად მაინც რაღაცა ბიოგრაფიის მქონე ხალხი არიან. თლად ეხა აი საერთო სასამართლოებში რო ყავთ რაღაც უცნობი ხალხი მოყვანილი, ეგეთები არ არიან. რაღაც ბიოგრაფია მაინც აქვს და დავიჯერო ყველაფერზე მოუწერენ ხელს. ხო ეხა ირინა იმერლიშვილი ეხა იქ იყო. ირინამ შეიძლება არ მოუწეროს. იმის რა ქვია ხო ერთი ხმა, მაგრამ დანარჩენი ყოფილი. დანარჩენი დაწუნებულები. აი ეხა ამ ბოლო რაღაცებზე მოუწერა ხელი გადაწყვეტილებებზე და შესაბამისად მართლა მაინტერესებს ანუ ამ მანანა კობახიძე ხო ანუ წარმოიდგინეთ ეხა ამით ხო პირდაპირ დიქტატურა ფორმდება საქართველოში ხო ძირითად ოპოზიციურ პარტიები უნდა აკრძალონ და ამას ხელი მოუწეროს. ამას ხელი უნდა მოუწეროს მანანა კობახიძემ და არ ვიცი ხა ეს მანანა კობახიძე გვახსოვს ჩვენ ხო ხა მიშას დროს ადამიანის უფლებების მებრძოლი იყო და ასე შემდეგ ასე შემდეგ. ხო, სოზარზე ხელი ჩაკდებული ვარ. აი მანანას ჯერ რაღაცა ცოტა ვებღაუჭები ასე. სუტყვილა. არა, ანუ ყველაფერზე ხელს მოუწერენ, ხო, იმიტომ რომ ნუ გავიგე ხა რაღაცაზე შეიძლება წახვიდე, მაგრამ რაღაცაზე წითელი ხაზი ხო არსებობს, ხა ფაქტობრივად გეუბნება რომ
შენი ხელით ესენი ხო ისტორიაში შევლენ რომ ფაქტობრივად ქვეყანაში დიქტატურის გაფორმებას შეუწყოს ხელი. შესაძლოა ბიზნეს ევანშონა უკან დაიხიოს ორი რაღაცის გამო. ერთი რომ მაგრაშიაში რომ ძალიან ამერიკიდან უთხრან რომ არა ის ამას ამ სიგნალს უგზავნის არ მეშენია თქვენ. ხო, არა, ხა ეს კი სიგნალებს აგზავნის, მაგრამ რეალურად მაგრაშაში ინდეს იმდენად, ოღონდ ეს შეშინება არ კმარა. ამ შეშინების პარალელურად მის უნდა ხედავდეს რაღაც გამოსავალ სიტუაციიდან. თუ იმან დაინახა რომ მარტო აშინებენ და აწვევიან, მაშინ ამას სხვა გზა არ რჩება. მაშინ ამას გააკეთებს კი. და მე მიდგება დანარჩენ სტრუქტურებს, ბიზნეს რაღაცას, კი, ეკონომიკურად ცუდად წავა ჩვენი საქმე, მაგრამ სანამ ამას იზრნობს ქართველი ადამიანი თავის ტყავზე, მოქალაქეს აი ამ სიკეთეს წყალებში, აი ამ პოლიტიკისას, ამ სანქციების უბედურებას, პრობლემებს, რა თქმა უნდა ჩვენ დავკარგავთ ტურიზმ მიმოსვლას, სერიოზულად შეგვეზღუდება იმ გამოყენება რაღაცა საბანკო ოპერაციებში, შეიძლება საბანკო სისტემა დაგვენგრეს საერთოდ და იქნება და იქნება ასე რა. და იძულებული იქნება მე რუსეთისა, რომელიღაც ამის სივრცეს მიუერთდეს, აბა რა გააკეთოს. და მირის ბარათებით ვილით. მასტერკარდის და იმის დაცვლად. ნუ ახლა თუ ასე წავიდა, მაშინ უნდა ძალოვანი სტრუქტურები არ დაექვემდება რომ ამას უნდა და მათგან ჩამოიშალოს, უნდა ჩამოინგრეს. და ჯერჯერობით არაფერი ეთყობა ამ ხელისუფლებას ჩამონგრევის და ჩამოშლის პრინციპში ისაჯარო არა, ჯერჯერობით აი მათი მომხრეების და მოსახლეობის დიდი ნაწილიც ამ პროპაგანდაში და ყველაფერში მიყვება. მიყვება და ვერაცნობიერებენ ამ საფრთხეს, რომელიც მათ რეალურად ელოდება და როცა გააცნობიერებენ, აღარ იარსებებენ ეს ოპოზიციური პარტიები, ახლა ეს მოსწრებაზეც არის. შეიძლება აღარ არის და მე საწავლე რა გამოვა ასე ქუჩაში და რა. ამასობაში ესენი მიიღებენ კიდე სხვა ზომებს. ხო, ანუ ესე ხო არ არის ხარ რომ ახალი ოპოზიციური პარტიები სახეზე ამოიზარდოს, ამას ჭირდება სტრუქტურები, ჭირდება ფული. ჩვენ ვაპარაკეთ დაწყებამდე, ხო? ეხლა არ არსებობს ეხლა პარტიას თუ ფული არ აქვს, სტრუქტურები თუ არა აქვს რეგიონებში, შტაბები, ასე ვთქვათ, ოფისები, ხალხი არ ყავს რეგიონში. შესაბამისად, ნუ წარმოუდგენელია, ხო? ხო და ერთადერთ ასეთ ვარიანტად თვლი რომ ან იგივე ამერიკიდან აუცილებელია გარდა ზეწოლისა, საერთოდ ბიზნესთან ურთიერთობაში არ ვარგა ასე ცალსახად ურთიერთობა. ორი ვიღაცები უნდა ელაპარაკებოდნენ თან. ანუ ამას უნდა კონდეს იმის განცდა ბიზნეს ყოველ შემთხვევაში რომ შესაძლებელია ის რაღაცებზე მოილაპარაკოს. ამ შემთხვევაში ის შეიძლება რაღაცები არ დააჩქაროს რაღაც მოვლენები და ამასობაში მოვა ან არჩევნები მოვა, ან რაღაცა მოხდება, რაღაცა ვარიანტი იქნება. ანუ ჩვენ ახლა რეალურად გვაქვს დრო მოსაგები იმისთვის რომ რაღაცა ძლიერი ალტერნატივა ჩამოყალიბდეს. ეს ალტერნატივა აქამდე რომ ჩამოყალიბებული იყო, კარგი იქნებოდა. და მე გამოჩნდებოდა იმას რის დავიარდა რა შეუძლია, თუმცა მე პირადად არასდროს არ ვარ მომხრე რაღაცა ესეთი შეჯახების და შელეწვის და დანგრევის. პრობლემა ბიზნესმენშულის ტრამპის ადმინისტრაციასთან არის ის, რომ ის აი ამ დიქტატორულ მას ამჟღავნებს, მიდრეკილებებს. და ეხლა ტრამპის კი ეუბნებიან ესე რომ თქვენაირები ვართ, აი თქვენსავით კონსერვატორები ვართ, რაღაც deep state-ს ვებრძვით, თქვენსავით ამ თქვენები ვართო, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია ღიად ეხა დიქტატურულ მიდრეკილებებს ხარს ვერ დაუჭერს. არ დაუჭერს ხარ, თუმცა მაინც არ ენახულებათ. და აქ არ ფაქტია რომ ამას ვერ გააკეთებს ეხლა, იმიტომ რომ თან ამ რეგიონში, ევროპაში ამას როგორ გააკეთებს? არა, ეს კარგად გააკეთებს, ეხლა მაგალითად მე ვფიქრობ რომ ვერ გააკეთებს და ეგ არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ეხლა ტრამპთან ისინი ვერ დავაგებთ. უფრო სხვა არის. თორე რატო ეხლა გაუგზავნიდა რაღაცებს, რომ იმს ადვარა ამაში, არ ვიცი რაღაციანადებს, რომ აი აქ შეიძლება ის გავითვალისწინო, თქვა ანაკლიის თემაში გავითვალისწინო, იქ გავითვალისწინო. ყველაფერს ეთყოდა. ანაკლიის თემაში რომ გაითვალისწინოს, რუსეთს უნდა ეხლა ეგ. არ მგონია. არ უნდა რუსეთსაც. ჩემი აზრით ის თუ ელჩმა აქედან ჩაიტანა მესიჯი რომ ეს ხელისუფლება მიდის დიქტატურისკენ, თუ უთხრა ამერიკის ელჩმა თავის ხელმძღვანელობას, ისინი არ წამოდგნენ. არ მგონია რომ დიქტატურა ძალიან აწუხებდეს ტრამპს ეხლა რა. მაგას უბრალოდ ნახე თვითონ როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში და რის საფუძველზეც აკრიტიკებენ მაგალითად ზელენსკისაც, ევროპასაც, ჯიდევენსი რომ მივიდა ევროპას იმას უწუდებდა რომ დემოკრატიას უდავდო, სიტყვის თავისუფლებას უდავდა ასე შემდეგ. სიტყვებია ყველაფერი. შესაბამისად ეს მაგრამ ხო გამოჩნდება ახლა მე. არა რეალურად დემოკრატიას კი არა დიქტატურას უჭერს. ევროპას, საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის კონტექსტში, უფრო განხილული ვართ შავი ზღვის და ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში.
ესეც არა თლა ცუდი, იმიტომ რომ ამერიკას ეს აქ ინტერესი აქვს. მაგრამ ჩვენზე არ არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ აი საქართველოს როგორც აზერბაიჯანზე, რომ ნუ იქ დიქტატურაა და კარგი ახლა დავანებოთ აზრი არ აქვს. ჩვენზე დასავლეთში არის აზრი, რომ ჩვენ შეგვიძლია დემოკრატია. ჩვენ შეგვიძლია დემოკრატია. ამას ბოლომდე მოგაწვევიან. ახლა სხვა არის ამერიკა. ხო, რავი, კი ბატონო, ნახოთ ვისი აზრი გამართება, მანამდე ევროპაში სხვა სიტუაციაა ახლა რა, იქ ბალტიისპირელები არიან, სულ სხვა პოზიცია, საფრანგეთია. რატო კაცო, გერმანიაც იგივე საკეთებს და საფრანგეთს მაკრონიც საკმაოდ მკაცრ პოზიციაზე. მოკლედ ჩვენ გვაქვს მოძნევდეს რეკლამა. შედეგი თუ არ მოყვა ამაზე. ნუ შედეგი რა გერმანიამ გუშინ მეორეჯერ დაასანქცირა უკვე მაღალ ჩინეთს. ბიჭო, ეს სანქცირება კარგია, მაგრამ აქ უნდა იყოს რაღაცა, ვინც სანაცვლოდ რაღაცა შესთავაზებს. დაასანქცირა და წავიდა და გაგიუქმა პარტიები, რა შვები მე. ხო და ნუ ნახოთ ახლა როგორ გაგაგზელება მოყვება. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ლაშა ტუღუში ლიბერალური აკადემიის თავმჯდომარე შემოგვიერთება და მასთან ერთად გავაგზავნებთ საუბარს. აშასე დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, ჩვენ შემოგვიმართა სტუმარი ლაშა ტუღუში ლიბერალური აკადემიის თავმჯდომარე. მოგესალმებით ლაშა. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობ და საზღვაო ბორდის ასე ვთქვათ წევრი. თქვენ დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ პირველ ნაწილში ვსაუბრობდით აი ახალი ინიციატივის შესახებ ხელისუფლების, რომ აპირებს ფაქტობრივად ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. ეს დაგვიანებსა გუშინ მდინარაძე, ნუ ბუნებრივია ჩვენ დაუკავშირეთ ეს მეგობარი აქტის ამბავს, პასუხი არის ამერიკისადმი. ჩვენ ასე უყურებთ ამას, ხო, სიგნალი ივანიშვილისა და მომაწვევით არ გეგონოს რომ უკან დავიხებ. რამეს მიიღებთ, მე კიდევ უარეს გავაკეთებ. ნუ ასე ვუყურებთ. შენ შეიძლება სხვანაირად უყურებ, არ ვიცი, გითხარი, რატო გადაწყვიტა, რომ თვითონ ჯერ კომისია არ დასრულებულა და წინასწარ დაანონსეს. დაამთხვიეს თან მეგობარი აქტის მიღებას. არა, თან ის თქვენს რომ ეს კომისია, რომელიც აქამდე 2012 წლამდე თანაცმოძრაობის დანაშაულებები უნდა გამოეწია. ახლა დღემდე-რაც იმიტომ რომ გახარიას ვერ აქცევდნენ. გახარიას ვერ აქცევდნენ იმ მასში, რა ვქეთ, თორე ლელო მოაქციეს 2012 წამდე პერიოდში, მაგრამ ხო, ხაზარაძე და ისა და ლელო და აი იმას რა ქვია, გახარიას ვერ აქცევენ და ამიტომ გადმოაგზავნეს აქეთ, რომ ანუ ფაქტობრივად ამ თავარი პარტიები რაც არის, მას აბუზავთო პირდაპირ ამბობენ. და რა ხდება შენ აგვიხსენი? პრინციპში შეიძლება ესეც არის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ტაქტიკური ნაბიჯი, იმიტომ რომ სტრატეგია განსაზღვრულია ეს არჩევნებამდე აპრილში თუ გახსოვთ 39 ივანიშვილმა დაანონსა ამოცანები სტრატეგიული, რომლის ნაწილი ახლა რაც ხდება ის არის რა, მან თქვა რომ ეს მოღალატე ვახდენ ახლა ეს უტრევა შეიძლება ეს არის არაორგანული ნაწილი მათ შორის ეს ოპოზიციური პარტიები, სამხედრო საზოგადოება და ასე მედიის რაღაც ნაწილი არის ის ძალა რომელიც ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს და ეს მისი შეხედულება ხორციელდება ნაბიჯ-ნებიჯ. ახლა ეს კომისია რო შეიქმნა მაშინ თავიდანვე თქვეს რომ გადასცემდნენ პროკურატურას ხო მასალებს ეს ხო სიურპრიზი არ არის და ასევე რამდენად უნდა არსებობს მოძრაობაზე და ეხლა რაღაც ნაციონალები და მათი სატელიტები და ანუ კომისია ნახე თავიდან შექმნეს 2012-მდე და ეხლა შეცვალეს სულიან იმიტომ რომ ახლა გადაწყვეტეს რომ გახარიას მიაყოლონ ყველა მიაყოლონ მე მგონი მე ბოლომდე ვერ გავიზიარებ მაგ პოზიციას მე რა იმიტომ რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, სატელიტები, ეს ახალი ტერმინი არ არის. ახალი ტერმინები არ არის, მაგრამ ნუ წინასაარჩევნო რიტორიკა გასაგებია, მაგრამ მე მეორეა რომ უკვე მიდიხარ პირდაპირ ამას აანონსებ და პლუს კომისიას რო ქმნი, მაგრამ კომისიას შექმნეს აშკარად მარტო ნაცებთან დაკავშირებით. და ეხლა ადგენ არა, გადავალთ ყველაზე. მე არ ვიცი, არ ფიქრობ რომ თქვათ რომ არ მიიღონ ახლა მეგობრებო ეს აქტი სანქციებთან დაკავშირებით. კონგრესში ეს რაიმე შეცვლის აქ. არსებითად მეც ამგონია რომ რამე შეიცვალოს. შეიძლება გადაავადონ ერთი კვირით ან ტერმინი გაალამაზონ და რაღაც მაგრამ მე ფიქრობ რომ ვაჭრება მაინც ასე თქვა ხო? ამით რომ უგზავნის სიგნალებს ამერიკას რომ აი შენ გადმოდგამ ნაბიჯ ჩემი საქმელია დასანქცირებისკენ. მე ავდგები და უარეს გავაკეთე. მაგრამ დაუშვათ ახლა თავად შეფს რა არის რომ დაუშვათ ეს გააკეთეს. წარმოვიდგინოთ რომ გააკეთეს. მე არ ვიცი შემდგომ გონია რომ საკონსტიტუციო სამართლის მოსამართლეები ამაზეც მოუწერენ ხელს, მოდი ამაზე მითხარი ხა. ყველაფერზე მოუწერენ აქამდე, მაგრამ სადღაც თითელი ზღვარი არის მათთვის. ამ დიქტატურის გაფორმებაზეც მოუწერენ ხელს. მე ვერ ხედავ იმ
პოტენციალს დანარჩენ წევრებში, მეგონისხმობ მე-6-ს. თუ არ ვხსები 6-ია ხო, რომელიც ახლა ბოლოს 7 უკვე ინაიმელიშვილიც რა იმაშვება. ვერ ხედავ მე შესაძლებლობას და პოტენციალს, რომ შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს. არ მგონი. თუ მივიდა მანდ და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა, ეს სასამართლო ამას, ასე ვთქვათ, მწვანე შუქს ამოთებს და თან ხდება. ხო და მაშინ მე რა ხდება? აი დაუშვათ თან რა თქვენს რომ ახალ პარტიებსაც ვერ შექმნიან ეს ხალხი, ანუ ამ პარტიებსაც აკრძალავდა მათ მემკვიდრეებსაც, რომელსაც ანუ ისინი თავიდან თუ შექმნიან. ანუ გამოდის რომ პოლიტიკურ ველზე პარტია, დიდი ოპოზიციური პარტია აღარ იარსებებს, დარჩება 20-ები სატელიტები. ხო, მაგრამ ნუ როგორ ჩამოყალიბს ხო ნახეს იდენტური არსი თუ აქვს. ხო, არსი და იდენტური ხალხი და ასე შემდეგ. არა, იდენტური არსი, რაღაც იდეები, მოქმედებები ეს იდენტური არსი როგორ უნდა გათვალონ, ანუ როგორ უნდა ჩამოაყალიბონ, არ ვიცი. სხვა შეიძლება პროგრამები რო შეადარო, შეიძლება იდენტური არსი კონდეს. ხო, ანუ ყველა ნაციონალ მოძრაობას და ქართულ ოცნებას. ხა უბრალოდ ვინმე რომ აიღოს ახლა ეს და არსობრივად შეადაროს, ხა ევროპული ინტეგრაცია, დემოკრატია, ასე შემდეგ ჩაწერილი იქნება. ანუ პროგრამული ამოცანებში, სტრატეგიაში და ასე შემდეგ. ეხა მოქმედებებს რაც შეეხება, რასაც ჩვენ უყურეთ ძალადობას, მე მგონი რაღაცა ანგელოზები ნამდვილად არ მგონია იყვნენ, არ დატოვეს ადამიანი, ვისაც თავყბარდა უმტროეს, რა ვიცი, ასობით ადამიანს მოიქცნენ ისე, როგორც იქცევა დიქტატურები, ხო, სხვა ქვეყნებში. შესაბამისად იქნება ის რისი შესაძლებლობაც აქვთ, რამდენადაც შეუძლიათ წავიდნენ ღრმად დიქტატურის შენებაში, იმდენად ღრმად წავლენ, რამდენადაც გააჩერებენ, აი გაჩერდებიან. აი რამ შეიძლება შეაკავოს და რა შეიძლება იყოს შემაკავებელი? შემაკავებელი, მე მგონი ამ შემთხვევაში ახლა ამაზე ჩვენ გქონია საუბარი, ორი ფაქტორია, შიდა და გარე, ხა. შიდა ფაქტორი არის წინააღმდეგობა საზოგადოების აქტიური, საზოგადოებრივი აზრი. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ღია ურთიერთობებში ვართ და ეს ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ის, რასაც აკეთებენ თავისი ამ პროპაგანდის მანქანით, დეზინფორმაციით, რაღაც 1000 ტყუილს იგონებენ, 1000 რაღაცა ასე ვთქვათ, манипуляция ხდება, ხო, სხვადასხვა ფორმის манипуляციები ხდება. თუმცა ხა ამას აქვს თავისი სივრცე რა, თავისი ეგრეთ წოდებული ლუფტი, ხო, იმას ვერ გაცდები ამ სიგიჟეებში, იმიტომ რომ ბოლოს არ დაგიჯერებენ და არ დაგიჯერებს შენი ოჯახის წევრი, მეგობარი, მეზობელი. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი. თუ ჩვენ ვილაპარაკებთ შიდა რესურსზე, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ ამ შიდა რესურსს ასევე გარე ფაქტორები ან აძლიერებს, ან ასუსტებს. ხო, თქვა როგორი პოზიცია იქნება აი ამ ომის პროცესში, ამ სამშვიდობო თუ არა პროცესის ეხლა მიდის ხო უკრაინასთან მიმართებით, როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია და რამდენად ისინი ჩათვლიან, რამდენ ენერგიას დახარჯავენ ამაზე, ეხლა თუ ძალიან მოინდომა ტრამპმა, სიტყვაზე პრეზიდენტმა ტრამპმა, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება საქართველოში ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, აი ამ ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ძალას გაუწიოს წინააღმდეგობა. თუ ძალიან მოინდომებს ტრამპი, მაგრამ თუ ეხლა ისე რაღაც ალყბად და მე200 დღის წესრიგის მე200 საკითხი ხარ, მაშინაც ექნება რაღაც ეფექტი, მაგრამ არ ვიცით ეს როგორ იქნება, იმიტომ რომ ფიზიკურ ძალას ისე რომ რუსები უწევენ ფიზიკურ ძალას და ამერიკა მიუხედავად იმისა, რომ აქ ახლა ინტერვენციას არ აპირებს, მაინც ახლა მილიონი დიპლომატიური უფრო და პოლიტიკური ბერკეტი აქვს და მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური, რომელიც შენ დაგაფიქრებს და ახლა გიჟი უნდა იყო, რომ თქვა, რომ არ მაინტერესებს ახლა ამერიკა რეალურად რას გადაწყვეტს. ახლა აქ მეორე ფაქტორია ცხადია რუსეთი რა, რუსეთის იმპერიული, ასე ვთქვათ, ინტერესები, რომელიც აშკარაა და მათ უნდათ გაიმყარონ, ნაბიჯ დაბრუნდნენ
იმ სივრცეებში, რომლის სივრცეს ისინი აკონტროლებდნენ საბჭოთა კავშირი და ამ შემდეგ აკონტროლებდნენ ისტორიულად ხო რუსული იმპერია მანამდე და ეს აშკარაა რომ მათ აქვს თავიანთი გლობალური ინტერესები მით უმეტეს მათ საზღვარზე ხო იმიტომ კავკასია რუსეთის კავკასიის სახელმწიფო ხო რაღაც ჩრდილოეთ კავკასია და რამდენად ეკუთვნის არ ეკუთვნი და ორგანულია და რაღაც ამაზე არ ვლაპარაკობთ მაგრამ არის ხო ამ ასე თქვა სივრცეში ოკუპირებული აქვს ტერიტორიები გავლენები აქვს გარკვეული სომხეთში იქ რაღაცა პროცესები აზერბაიჯანშიც აქვს რაღაც გავლენები და ეს ვითარება ომის შემდეგ შეიცვალა და თურქეთი კი გააქტიურდა მაგრამ კავკასია მისთვის ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი სუბრეგიონი თუ რეგიონი არის როგორც გვინდა ისე ვისაუბროთ ამაზე ну კიდევ ერთი მოთამაშეა სერიოზული ეს არის ევროპა რა რომელსაც აქ ინტერესები ვისაუბროთ აუდი ამაზე ვსაუბრობთ წინა ნაწილშიც რედაქტორ რომ თუ ივანიშვილი წავიდა ამაზე კი რომ პარტიები აგრძალოს ხო პირდაპირ დიქტატურას აფორმებს გამოდის ქვეყანაში ამაზე თუ წავიდა რა რესურსი რჩება დასავლეთს ან ბელორუსი გამოდის ის პირდაპირ ამბობს რომ ყველა არ აინტერესებს საერთოდ თქვენ რა გინდათ რა მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ და თუ ამაზე მიდის ახლა მე რა რესურსი რჩება რა რითი შეიძლება დასავლეთმა რა ბელარუსი მაინც განსხვავდება მე რა ხა ეს ბევრჯერ ითქვა და მეგონი სწორია მე ვფიქრობ რომ განსხვავდება არა ბელარუსი რითი განსხვავდება მისი რესურსი ავტონომიურობის თვალსაზრისით ეკონომიკური მეტია. ეკონომიკური რესურსი არის მიბული რუსეთზე. არა, მეტი წარმოებები, არა, მეტი შესაძლებლობა გაყიდო ეს. გაყიდოს რუსეთში. კი ბატონო, მაგრამ მეტი ასე ვთქვათ რესურსი აქვს, რომელიც კიდაც რუსეთზეა მიბული და კიდაც სხვა რესურსები. ეს ფათაშორის GDP-თ ერთ სულ მოსახლეზე ბელარუსს ვასწრებთ ჩვენ. ხო, მაგრამ სხვა რამეზე საუბრობთ. ჩვენ უფრო ვნიდით გახსნილ ეკონომიკას და საქართველოსთვის დამოკიდებული ვართ საერთაშორისო საერთოდ თურქეთია როგორც ამას აკეთებენ ნაბიჯ მაგალითად სოფლის მეღვინეობა სიტყვაზე რაღაცა კატასტროფული სურათია ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდებოდა ანუ მთელი კახეთის რეგიონი იქ ბევრი ტურიზმის თვალსაზრისით ხო რუსეთის რუსული ასე ვთქვათ ელემენტი უფრო ძლიერდება ტენდენციები კი მიდის მაკეთ, მაგრამ მაინც ფინანსური სისტემები, საბანკო სისტემა უფრო განსხვავებით აიგივე ბელარუსისგან, რაც შენი ასე ვთქვათ აქტივია, თუმცა იმათ აქვს რაღაცა, რაც მეტ რეზისტენტულობას მატებს ხო ბელარუსს, მაგრამ შენ გაქვს ის, რაც მეტად მიგმუხდის დასავლეთთან. ხო ეს არის შენი კანონმდებლობა სისტემები, რომელიც კი შეიძლება გააფუჭო, მაგრამ ესე სწრაფად ვერ ამას მოყვება რაღაცა კრიზისები და რაღაცა ესე რომ ჩამოინგრე, რაც პრინციპში დასავლეთს თუ დასავლეთმა ძალიან გააფუჭა შენთან ურთიერთობა, მაგ ზღვარზე მიხვალ და შეიძლება ძალიან მძიმე კრიზისში აღმოჩნდე, იქ ეხლა მაშველი რგოლი რუსეთი, რომელსაც თავისი კრიზისია და თავის ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაციაშია ძალიან გაუჭირდება, ეხლა შენ ვერ გახდები მეორე აფხაზეთი, იმიტომ აფხაზეთშიც კი ისე გაუჭირდა რუსეთს, რომ იქაც კი რაღაც 100 მილიონს აღდგა და მე 100-ზე დაიყვანა და ჩვენ მეტნაკლებად გვაქვს რაღაცა და ანუ როგორც ბელორუსი ეხმარება იმით რომ პროდუქციას გაუყიდის, ინვესტიციებს ჩაი, ასე მოგეხმარება რა, ერთად მიებები რუსულ ბაზარს და რუსი ტურისტები აქ ჩამოვლენ და გორჩა რა, იმუშავებს შენი ეკონომიკა. რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ასე თქვა ღიად მოუწევს ივანიშვილს შესაძლებლობები ზევართ მიმული და ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი ასე თქვა პლუსები გვაქვს რაც არის დასავლეთის მიმართ რაც ღიაობის კონტექსტი აი მაგალითად სატრანზიტო სივრცეები ნავთობსადენ გაზსადენ მოკლედ არის აშენებული და ეს პორტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი თუმცა რა თქმა უნდა არის რისკები რომ შენ ბოლომდე გააფუჭო შენი სახე, აი კიდე უარესი სურათი მიიღო და გააუხსნა შესაძლებლობები იმ პოლიტიკოსებს, მათ შორის შეიძლება დასავლეთშიც იყვნენ ეგეთები და განსაკუთრებით რუსებს თავისი გავლენები და რაღაცების გამოყენებით და შენ თუ მიიტრიალდი დასავლეთისგან გააუხსნა მათაც ხელფეხი იმისათვის რომ და დაახუჭონ თვალი აქ რუსეთის გაძლიერებაზე. ეხლა
აქ მაშინ დგება უკვე შენი შიდა პოტენცია, შენი შიდა რესურსები. ხა გააუქმეს ესე ხო არ არის ახლა ვიღაცა მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმეს რა შეუშლის ხო? ხა ეგრე ყველაფერი შეიძლება. საკონსტიტუციო იმედი აღარ აქვს. რაღაც კითხვები და მე დავსვა აი აქ რა უნდა გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოებამ დაუშვათ ან ოპოზიციამ, აი რომ რაღაცნაირად ეს პროცესი შეაჩეროს. სამწუხაროდ თუ ყველა რესურსი უფრო იმაზე მეტად დაიხურა ვიდრე დღეს რაღაცა ფორმალურად ხან მაინც კი ამბობ რომ ესეა, მაგრამ მაინც მიდიხარ საკონსტიტუციო სასამართლოში, მაინც მიდიხარ იმაში ჩვეულებრივ სასამართლოში, მაინც რაღაცა ხო ვიღაცა მიდის იქ ლაპარაკობს, აკლაპარაკობს, ნუ ეგ დატოვებს მარტო ერთ გზას, რომ აი ესე მშვიდობიანი ფორმით გაუთავებელი კრიზისები იყოს ქუჩაში რა. კრიზისებში გულისხმობ აი უამრავი ხალხი მოდის, ქუჩები იკეტება, შეიძლება მერე იფიქრო ვიღაცამ ის გაიფიცოს, არ გაიფიცოს. პრობლემები ობიექტურად ძალიან სერიოზული იქნება იმ შემთხვევაში თუ დასავლეთმა ბოლომდე შეგვაქცია ზურგი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ამ გზაზე ვართ რა. დღეს დასავლეთი მნიშვნელოვნად გავიდა საქართველოსთან, მაგრამ არ გასულა ბოლომდე რა. მაგალითად ვიზების თავისუფალი სავიზო რეჟიმი არ არის არსებობს. გარკვეული დახმარებები, მაგალითად სიპებზე და იმაზე ისედაც მოედინება, სხვა შორის დასავლური ფული ისედაც ეხმარება რაღაც ესე არ არის. ყველაფერი გაჩერდება ხო? არა, თუ ეს ყველაფერი გაჩერდა, სავიზო რეჟიმიც გაგვიჩერდა. თუ ეს ყველაფერი გაჩერდა, მაგალითად 1000 ნიშნავენ პროგრამებია, რომელიც ძალიან არსებითია, მათ შორის სოციალური დატვირთვით, განათლებაში, იმაში, კინაღამ გაგვიჩერდა, ხო, ეხლა რამდენი ადამიანი მიდის რეგიონებიდან და ბავშვები, ახალგაზრდები სკოლას ამთავრებენ, მე ბედნიერები არიან, სადღაც ბერლინში, ლონდონში, პარიზში სწავლობენ და ხედავენ და რიაზანში და იმაში არ მიდიან და ამ იმიტომ ხედავენ, რომ ეს განსხვავებაა და იმიტომ არის, რომ ეს განათლების რეფორმა რო დაგვიანონსოს, რომ უფრო მაგარი განათლება უნდა იყოს აქ, ვიდრე ევროპაშია, ხო ითქვა, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენი საუნივერსიტეტო სისტემა უფრო განვითარებული იქნება, ვიდრე ევროპული სისტემა, ნუ რაღაცა, რა ვიცი. აბსოლუტური გაუგებრობაა, ხო, ეგეთი რაღაცები, ეგეთ საუბარი, ხო, არ მესმის, ხა როგორ შეიძლება ეს გააკეთო ამ რესურსით და მით უმეტეს თუ დასავლეთმა ზურგი გაქცია, რა ჩვენ თუ რამე გვაქვს და რაღაცას მივახციეთ, ხო, თანამედროვე ეტაპზე ეგ არის ყველაფერი არის დასავლეთთან ინტერაქციით, დასავლეთის მხარდაჭერით. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ახლა პირი გააჩენილი ქონდა და ვიღაცა ჩვენ მე ვამბობ იმას, რომ ეს რუსული აკადემიური, ასე ვთქვათ, სივრცესთან თანამშრომლობით კი არ არის პროგრესი, რაცა გვაქვს, თავშოთ, ხო? მაგრამ ბევრად მეტი გჭირდება. ეს არის დასავლური ინვესტიციები, დასავლური სოდნა და გახსნილობა, დასავლეთის უნივერსიტეტების და ამ სისტემის, ასე ვთქვათ, გახსნილობა და დიდი კოლაბორაცია, დიდი მხარდაჭერა ჩვენი რა საქართველოსი და ეხლა ესეც თუ ჩახსნეს და კიდე რა ვიცი ხა ეგრე ყველაფერი ძალიან ბევრი რამეზე განსაკუთრებით შემაშფოთებელი იქნება საფინანსო საბანკო სისტემისთვის ეს ამბავი. აი მაშინ უმძიმეს მდგომარეობა იქნება. რამდენად არ ვისურვებდი მე ეგეთი სცენარით განვითარებას ჯობია. მე მაგრამ ჩვენ ამას ვცდილობთ ახლა სადამდე წამსვლელი ვიცი როგორც ივანიშვილი ჯერ გეუბნება ის აგზავნის ანუ ეს გამოცხადება წინასწარ არ დაელოდეს კომისიის დასკვნას და წინასწარ დაანონსეს და დაამთხვიეს ამ მეგობარი აქვს. ამიტომ რომ ეს არის მისი გზავნილი დასავლეთიდან რომ ბოლომდე წავალ. არა, დასავლეთს ეგეთი ბევრი გზავნილი გაუგზავნეს პერიოდულად უგზავნიან და უფრო ამზიმებენ მდგომარეობას. მე რამდენადაც ვიცი, რომ სანქციების ლაპარაკი იყო ბიზნესმენთა შემადგენლობა იყო ძალიან შეშფოთებული და პირდაპირ თხოვდა, ანუ ეს არის ლაპარაკი იმ ბიზნესმენთა იმ წრეზე, რომელიც ხელისუფლებასთან ძალიან ახლოს არის და თხოვდა, რომ რაღაცა დათმობებზე წავიდეთ, რაღაცა გავაკეთოთ, რაღაცა საკადრო ცვლილებები. თუმცა ეს აღარ გამოვიდა, იმიტომ რომ ამას ხელი შეუშალა რამდენადაც მე ვიცი ტრამპისა და იმ ზელენსკის ჭუბმა. ამის მერე მოიცეს გულზე მოვიდნენ უფრო ჩაითვალა, რომ ეს ნუ პრინციპში არ იქნება ტრამპი მათთვის პრობლემა, არ შეუქმნის პრობლემას. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე ასე გავიცელდება. ამიტომ ნახოთ. ანუ საერთოდ ფაქტი ერთია, რომ როგორ დასრულდება თუ როგორ
როგორ ასე ვთქვათ განვითარდება ის კრიზისი დიდი რომელიც შექმნა მსოფლიოსთვის რუსეთმა აი ეს სიბნელე რამდენად ეს ბნელი ძალა როგორც არის რუსული იმპერიალიზმი რამდენად დაიხევს აი ამ დასავლური ზეწოლით უკან ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მათ შორის საქართველოში მაგრამ მარტო ერთ რამეს გავუსვი ხაზი მე ბოლოს ვიტყვი თუ შეიძლება ჩვენ მარტო პარტიების გაუქმების ასე ვთქვათ პრობლემა არ გვიდგას ჩვენ გვიდგას უფრო სერიოზული პრობლემები ვინაიდან ახლა გაუქმების საფრთხის ქვეშ არის მთელი მედია რომელიც შედარებით დამოუკიდებელია ამ ხელისუფლებისგან ეს არ არის ლიტონის სიტყვები ეს ძალიან რეალური სიტუაცია იმიტომ რომ გადაიკეტება მთელი ფინანსური ასე ვთქვათ არტერიები და ჰაერში დაიკიდება ასევე გაუქმების წინაშე დგას მთელი საზოგადოებრივი სექტორი სამოქალაქო საზოგადოება რომელიც აგენტურას და იმას აბრალებენ და იმის იქით რა იქნება და ესენი ციხით ემუქრებიან ყველას და რა იქნება ხა როგორ წარმოგიდგენია რა აქ ხო ათასობით ადამიანზე ელაპარაკი და ათობით ათასობით ადამიანზე ესაუბრა. ხო, ну მოკლედ შეიძლება წინ ძიმე დღეები გქონდეს. მადლობა დიდი, ლაშა ტოღუში ლიბერალური აკადემიის თავმჯდომარე. მადლობა. მე გემშვიდობთ კვირამდე კვირას 20 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი გადავიდეთ.